მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ჩვენ ნახოთ თუ რას მოგიტანთ დღევანდელი დღის 3 მარტის სავსე მთვარეობა. გასაგებია, ვიღაც შეიძლება უყურებდეს ამ ვიდეოს 4 მარტს, 5 მარტს, როდესაც უყურებთ, მაშინ რეზონირდება რა თქმა უნდა, თუმცა არ გირჩევდით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ლოდინს. და მოდით ვნახოთ რას მოგიტანთ, რას შემოიტანს თქვენს რეალობაში 3 მარტის სავსე მთვარეობა. ვარიანტი გვექნება სულ 2. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ნახოთ, აბა, რას მოუტანს პირველ ვარიანტს და რას მოუტანს მეორე ვარიანტს 3 მარტის სავსე მთვარეობა. ქვებსაც ახლავე დავამატებთ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ასევე მინდა მოვულოცო ჩემს დედიკო მაყურებლებს, გილოცავთ დედის დღეს, მრავალს დაესწარით. გისურვებთ იმას, რომ გქონდეთ ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი შვილების მიმართ, რომ თქვენს რეალობაში იყოს ყველაფერი საუკეთესო. და არჩიეთ მეგობრებო ვარიანტი, სასურველი, რომელი ქვაც, რომელი მინერალიც ან არკანიც მეტად გიზიდავთ. პირადი კონსულტაციებისთვის მომწერეთ პირადში და დავიწყოთ ხო პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, აბა თქვენ რას მოგიტანთ ეს სავსე მთვარეობა. პენტაკლების 6-იანი. იცით, ბევრი ჩემი მაყურებლისთვის კონკრეტულად ეს დასტა ასოცირდება რაღაც ნეგატიურთან, თუმცა ყვავები პირიქით ძალიან კარგად საუბრობენ ხოლმე მომავალზე და რაღაც ისეთ სიღრმისეულ თემებზე, საკითხებზე. პლუს ამასთან ერთად ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უძველესი დასტა, 4 თუ 5 წლის არის ეს დასტა. და რას მოგიტანთ? პირველ რიგში პენტაკლების 6-იანი, ნახეთ მეგობრებო, ჩვენ ხშირად გვეუბნებიან ცრუ ეზოთერიკოსები განსაკუთრებით, რომ სავსე მთვარეობისას ან დაბნელების დერეფნის პერიოდში უნდა, არ ვიცი, მივიმალოთ, გავქრეთ, გვეძინოს, ხო? მაგრამ რეალურად ამ დროს ჩვენი პოტენციალი არის ყოველთვის აწეული მაქსიმალურად. და ნახეთ პირველ რიგში 3 მარტის სავსე მთვარეობა, პირველი ვარიანტი თქვენს რეალობაში შემოიტანს თავდაჯერებულობას საკუთარი რესურსების განაწილების თვალსაზრისით. ანუ აქამდე მაგალითად თუ ეჭვი გეპარებოდათ, რამდენად სწორად ანაწილებთ თქვენს ფინანსურ ენერგიას, თქვენს რესურსებს, თქვენს დროს, რამდენად სწორად ანაწილებთ თქვენს ყურადღებას ადამიანებში. ეს სავსე მთვარეობა თქვენ ძალიან ნათლად დაგანახებთ თუ რეალურად სად უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია, როგორც ფინანსური, ასევე ცხოვრებისეული. ყველა ასპექტით, ხო? განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ფინანსებზე მიდის ენერგია. თითქოს ფინანსების განაწილების თვალსაზრისით აქ მოდის რაღაც პატარა ისეთი გაკვეთილები, ცოტა წამორტყმებით შეიძლება იყოს სამყაროსგან. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას მოუტანს პირველ ვარიანტს 3 მარტის სავსე მთვარეობა. ნახოთ, აბა, რას შემოიტანს თქვენს რეალობაში. არკანი, ნულოვანი არკანი, მეგობრებო, უფროსი არკანი, ენერგეტიკული განვლება. და პენტაკლების მეფე. ფინანსების კუთხით მოდის ენერგეტიკული განვლება, იცით? და ენერგეტიკული განვლება რა კუთხით? მე უკვე ზემოთ ვახსენე, რომ განაწილების კუთხით პირველ რიგში აქ თქვენ სამყარო ძალიან ნათლად, მკვეთრად, კარგად, აი რასაც გვიეთ ცხვირს ჩაგაყოფინებთ თქვენს ფინანსურ ენერგიაში, დაგანახებთ, რომ აი ჩემო კარგო შეხედე, აი აქ არასწორად გაანაწილე. აქ პარაზიტზე დაიხარჯე ესეთ მეტად ბევრი. ამაში არ უნდა დაგეხარჯა. ამაში პირიქით უნდა ჩაგედო და ასე შემდეგ. აი სამყარო ძალიან კარგად, ძალიან ნათლად დაგანახეთ, სხვათა შორის იმასაც კი არ გამოვრიცხავდი, რომ სხვების მაგალითზე შეიძლება დაგანახოთ, ხო? მაგალითად უცებედად, არ ვიცი, უცებ ვიღაც თქვენი ახლობლისგან მოდის რაღაც ისეთი მესიჯი, რომ აი კონკრეტულ ადამიანს ვალი გავეცი და არ დამიბრუნაო, ან რაღაც მსგავსი. რაღაც ასეთი მინიშნებები იქნება რა, მაგრამ აქ მოდის ენერგეტიკული განვლება თქვენი ფინანსების თვალსაზრისით. ისწავლით, გინდათ არ გინდათ ისწავლით და გასწავლით აქ სამყარო ძალიან კარგად თუ როგორ უნდა გაანაწილოთ, სად უნდა გაანაწილოთ, რამდენად უნდა გაანაწილოთ თქვენი ფინანსები და თქვენი ფინანსური ენერგია და პლუს გამახარებელი თვალსაზრისით მოვიდა აქ ასეთი ინფორმაცია, რომ თუ აქამდე იყო რაიმე სახის ფინანსური პრობლემები ან არასტაბილურობა, ფინანსური ენერგია აუცილებლად წინ წავა. მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ თავადაც უნდა შეუწყოთ ამას ხელი, იმით რომ დააკვირდებით ნიშნებს სამყაროსგან და დააკვირდებით იმ ყველაფერს, რაც მე უკვე ზემოთ ვახსენე. ხო? კიდევ ერთი არკანით მინდა დავაზუსტო, რა ხდება აქ? და ასევე 7-იანი. იცით,
აქ მე გეტყოდით იმას, რომ ზედმეტად ილუზორული წარმოდგენები, აი ზედმეტად ილუზიებში ან ხართ, ან იყავით ახლო წარსულში, ზედმეტად გავრბოდით რეალობას, ზედმეტად ბევრი მცდარი შეხედულება, მცდარი ენერგია მოდის რა, არც კი ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ მოდის აი მცდარი შეხედულებები რა, აი ყველაზე კარგი ახსნა იქნება მცდარი შეხედულებები. თქვენს პირად შეხედულებებზე მაქვს საუბარი. აი შეცდით კონკრეტულ ადამიანებში, ან კონკრეტულ ენერგიებში, ან კონკრეტულ ილუზიებს აყევით ზედმეტად სადღაც, ხო? და ეს ავსემთვარეობა თქვენ გაგანთავისუფლებთ ზუსტად ამ ენერგიებიდან, იმიტომ რომ აქ მოდის განახლება, როგორც ფინანსური, ასევე ზოგადი, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ფინანსების კუთხით მოდის ენერგეტიკული განახლება. მოდით ერთი არკანით ვნახოთ აბა როგორ განახლდება თქვენი ფინანსური ენერგია, ვნახოთ აბა არკანი კვერთხების რუიანი. ძალიან კარგად განახლდება, ძალიან სწრაფად განახლდება და ინტენსიურად. თუ მაგალითად რაიმე სახის ფინანსური პრობლემები იყო, აქ სავსებით შესაძლებელია ეს პრობლემები დღესვე და ხვალვე მოგვარდეს მაგალითად, ხო? იმიტომ რომ კვერთხების რუიანი ყოველთვის არის ძალიან ისეთი ინტენსიური არკანი. ერთადერთი გირჩევდით იმას, რომ რაღაც მცირედი თანხების გადადება მაინც აუცილებლად გააკეთოთ და პლუს ამასთან ერთად კვერთხების რუიანი ასახავს რაღაც ახალ მიზნებს, ახალ მიზანდასახულობას, ხო? ამიტომაც თქვენი ფინანსური ენერგია განახლდება ძალიან სწრაფად, ძალიან ინტენსიურად. აქ მოდის ინტენსიური ფინანსური ენერგია, ინტენსიური კლიენტურა შეიძლება იყოს აქ, ხო? ან ინტენსიური ბონუსები, ინტენსიური ფულის უცაბედი მომრავლება, მაგრამ გეტყვით პირდაპირ რა უცაბედადაც მოდის, ისე უცაბედადაც შეიძლება წავიდეს. ამიტომაც ფინანსებთან იყავით ფრთხილად, სწორად გაანაწილეთ და მაქსიმალურად კარგად დააკვირდით ნიშნებს სამყაროსგან. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოიჩია ეს ქვა. ვნახოთ აბა თქვენთან რა ხდება, თქვენ რას მოგიტანთ ეს სასემთვარეობა და პენტაკლების ცხრიანი. რატომღაც საერთოდ არ მიგვერს პენტაკლების ცხრიანის დანახვა, მაგრამ ძალიან მიხარია თქვენს მაგივრად მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ პენტაკლების ცხრიანი პირდაპირ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ეს სასემთვარეობა თქვენს რეალობაში შემოიტანს ფინანსურ კომფორტს, ფინანსურ ბარაქას, ფინანსურ სიმყარეს. ეს ცხადია არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ დღეს და ხვალვე მილიონერი გახდები და მილიარდერი, ხო? ან ზოგადად ოდესმე სამწუხაროდ ამის გარანტიები არ არსებობს, თუმცა ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერი არის შესაძლებელი, მაგრამ პენტაკლების ცხრიანი გვეუბნება იმის შესახებ, რომ ეს არის ფინანსური შედეგი, მეგობრებო. აქ შედეგზე არის საუბარი, ხვდებით? თქვენ აქამდე რაც იშრომეთ, როგორც ჩადეთ თქვენი ენერგია ფინანსებში, სამუშაოში, ზუსტად ისე მოგიბრუნდებათ ყველაფერი. მაგალითად, თუ თქვენ დებდით თქვენს მუშაობაში, არ ვიცი, სიყვარულს, ზრუნვას, ბევრს მუშაობდით ზოგადად ბეჯითად, ხო? რა თქმა უნდა, ზუსტად ეს ენერგიები მოგიბრუნდებათ, აუცილებლად დაინახავთ შრომის შედეგებს და თანაც არაერთს, იმიტომ რომ ეს არის ფინანსური კომფორტის არკანი პირველ რიგში, ხო? კომფორტი კი უკვე ძალიან ისეთი ხმამაღალი სიტყვა არის. ფინანსებზე როდესაც გვაქვს საუბარი, კომფორტი არ არის, უბრალოდ ის როდესაც საჭმლის და სასმლის ფული არის, ხო? კომფორტი არის უკვე როდესაც მყარად ვგრძნობთ თავს ფინანსური ასპექტებით. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რას მოუტანს მეორე ვარიანტს. 3 მარტის სასემთვარეობა. რას მოგიტანთ აბა პენტაკლების ცხრიანის გარდა, რომელმაც ძალიან გამახარა ხმლების პაჟი. ხმლების პაჟი კომოვიდა ჩვენთან. რა უნდა ჩვენს ხმლების პაჟს? რა უნდა და თასების რუიანი უნდა მოინატრეთ ვიღაც თასების პაჟს, არკანი სიკვდილი, არკანი პენტაკლების მეფე, თასების 7-იანი, პენტაკლების რუიანი. შეხედეთ მეგობრებო, აქ თქვენ უფრო მეტად კი იქნებით კონცენტრირებული რაღაც ფინანსებზე, ფულებზე, ფინანსურ ენერგიებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ კონკრეტული პენტაკლების პაჟი არის თქვენს რეალობაში. კონკრეტული ადამიანი, ისეთი სხვათა შორის არ ვიცი რამდენმა თქვენგანმა იცის ეს არტისტი და იცის ეს სიმღერა, მაგრამ პენტაკლების მეთქი ხმლების პაჟს როდესაც ვუყურებ, ყოველ ჯერზე მახსენდება საბრინა კარპენტერის Man Child. იცით რატომ? იმიტომ რომ აი
თვითონ მომღერალის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს არტისტის მიმართ, მაგრამ აი თვითონ ეს ენერგია, man child, ანუ კაცი ბავშვი რა, აი კაცი ბავშვური ენერგიებით, ბავშვური ისტერიკებით, ბავშვური სისულელეებით, აი რაღაც ასეთი ასოციაციები მომდის რა, თანაც ძალიან. და აქ ვიღაც ასეთი ენერგიების მქონე ადამიანი შემოდის თქვენს რეალობაში, სავარაუდოდ ეს არის ადამიანი თქვენი წარსულიდან, მაგალითად ყოფილები შეიძლება იყვნენ აქ, ყოფილი პარტნიორები, ყოფილი მეგობრები, უფრო მამაკაცური ენერგია მოდის, თუმცა ერთეულებისთვის ქალიც შეიძლება იყოს აქ რა თქმა უნდა და მოდის რითი, მოდის რაღაც გარკვეული მოწყენილობის გამო, თითქოს ადამიანმა მოიწყინა, მობეზრდა ცხოვრება, ფიქრობს რითი გავერთო, რა გავაკეთო და მოდი მივწერ, მოდი დავურეკავ და გავაღიზიანებ, მოდი ავიღებ ნაბიჯს გადავდგამ და ნერვებს მოვუშლი, ყურადღებას მოვიქცევ ამა თუ იმ გზებით, ხო? ამიტომაც ამ კუთხით იყავით ფრთხილად, თანაც ხმლების პაჟი არის ისეთი ენერგია, ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენზე ინფორმაციები აქვს, მაგალითად, ვინც სოციალურ ქსელებში გადევნებთ ხოლმე თვალს, თუნდაც შორიდან, აი შეიძლება ის არ აღიაროს, მაგრამ შორიდან გადევნებთ, ხო? და იცით, ამ ადამიანთან თქვენ პირადად შინაგანად უკვე დიდი ხანია რაც წერტილი დასვით. ან თქვენ ამ ადამიანმა თვითონ დასვა წერტილი, მაგრამ აი თითქოს ადამიანმა მოიწყინა და გამოდის უცაბედად თქვენთან კონტაქტზე. გამოდის ან ნერვების მოშლით, ან რაღაც სპექტაკლებით, რომ აი მომენატრე, მე ისეთი ცოდო ვარ, მე ისეთი, არ ვიცი, საყვარელი ვარ, ციცკნა ვარ. რაღაც ასეთი ენერგიებით რა, ამიტომაც ამ ადამიანთან იყავით ფრთხილად. ეს ადამიანი იქნება პატარა ასეთი გამოცდა თქვენთვის, თქვენი ნერვებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ ამ ადამიანს, მით უმეტეს ნერვების თამაშში, ხო? და თუ თქვენ დაასრულეთ ამ ადამიანთან ურთიერთობა, დასასრულს ნიშნავს, ხო? გასაგები არის ერთმანეთის, არ ვიცი, მოკითხვა პერიოდულად, იშვიათად 1000-ში ერთხელ და ასე შემდეგ, მაგრამ ურთიერთობა თუ დასრულდა, მით უმეტეს თუ ეს თქვენი ყოფილი არის, ესე იგი საჭირო იყო მისი დასრულება, ხო? კარგი რომ ყოფილიყო ადამიანი, ოჯახი რომ ყოფილიყო, არანაირი ურთიერთობის გაწყვეტა აქ არ მოხდებოდა, არც თქვენი მხრიდან, არც მისი მხრიდან. ამიტომაც იყავით ფრთხილად, ამ ადამიანთან დაკავშირებით ცოტა უფრო სიფრთხილე და უფრო რაციონალური გონება შეინარჩუნეთ. სხვა დანარჩენის კუთხით კი ეს სავსე მთვარეობა შემოიტანს თქვენს რეალობაში ფინანსურ ენერგიას, სხვათა შორის აქაც მოდის ფინანსური ტრანსფორმაცია და ეს არის რაღაც ბუნებრივი ტრანსფორმაცია, ბუნებრივი კარიერული ან ბუნებრივი ფინანსური ცვლილებები. ვერ ვიტყოდი რომ ეს ცვლილებები არის ნეგატიური, მაგრამ დაყრდნობილი არის მაქსიმალურად თქვენს შედეგზე. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.